ამ საქმეს მოემსახურება, იქ რა თქმა უნდა სტანდარტიზაციის მომენტი და საბოლოო ჯამში რეგისტრაციის მომენტი ისევ სახელმწიფოს რო დარჩეს, მაგრამ მე მქონდეს როგორც მესამე მხარეს უფლება რომ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საქმეში. ჩემი ქმედითი და დადებითი წვლილი რა თქმა უნდა. კი ბატონო, ვიმჯელოთ ამ თემაზე. კარგით, მოდი ესე გავაკეთოთ იმ შენიშვნების გათვალისწინებით, რომელიც გამოითქვა კომიტეტის წევრების მიერ, კენჭი ვუყაროთ დასკვნას დადებით სამ საკითხთან დაკავშირებით. ვინ არის თანახმა? მადლობთ. წინააღმდეგი? ვინ არის? მადლობთ. მადლობთ. მადლობთ ბატონო მირე. შემდეგი საკითხი გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. ბატონი როინ მიგრიაული წარმოადგენს ამ პოზიციას და ბატონი ზვიადი თქვენ გამბრძანდებით? ბატონი ზვიად ტომარაძის და როინ მიგრიაულის მიერ წარმოადგენის საკანონმდებლო წინადება. თუ შეიძლება რომ ადგილიდან კი ბატონო. მოგესალმებით, მე შევეცდები რომ თქვენი ძვირფასი დრო არ წაგართვათ და მოკლედ ჩამოვაყალიბო ჩვენი ცვლილების, ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი არსი. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით თუ რა დამოკიდებულება გააჩნია ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობას და ჩვენ საზოგადოებას ამ კომპანიის მისამართით. ჩვენი მე და ბატონ როინის ეს არის მესამე მცდელობა, რომ დავიცოთ ჩვენი მოქალაქეების უფლებები და დავიცოთ ჩვენი მოქალაქეები ამ ყაჩაღი კომპანიისაგან და მე მგონი რომ გვიპოვეთ ძალიან მარტივი გამოსავალი და ეს გამოსავალი მდგომარეობს შემდეგში, რომ კომპანიას, რომელიც დაინტერესებულია ფინანსურად, მას არ ჰქონდეს უფლება ჩვენი მოქალაქეების ავტომობილები გადაიყვანოს საჯარიმო ავტოსადგომზე და ეს უფლება ჰქონდეს სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს. წმინდა სამართლებრივ საკითხებზე ახლა ბატონი როინი მოგახსენებთ, რომელიც გახლავთ თანაავტორი ამ კანონპროექტის. მადლობთ. ბატონო, უსმენთ ბატონ როინს. ჩვენ ფაქტობრივად მეორეჯერ წარმოვადგინეთ აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში კერძოდ 125 მუხლის შენიშვნის რამდენიმე შენიშვნა, ეს არის ის შენიშვნა, რომელიც ეხება ავტომანქანების გადაყვანას. ჩვენ თვლით, რომ გასაგებია, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ანიჭებს ადმინისტრაციულ ორგანოებს მოახდინონ კერძო კომპანიებზე დელეგირება გარკვეული ფუნქციების, მაგრამ როდესაც ჩვენ საკუთრების უფლებასთან გვაქვს საქმე და კონკრეტული სუბიექტის ამ შემთხვევაში მესაკუთრის საკუთრების უფლების შეზღუდვას ეხება, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთი ქმედებები უნდა განახორციელოს არა კერძო კომპანიამ, მათ შორის კანონით დელეგირებული უფლების მქონე კომპანიამ, არამედ ამ შემთხვევაში შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანომ, ან მისმა სამსახურმა, ან მათ მიერ უფლებამოსილმა სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომ. ანუ ამით ჩვენ არ ამგონია წინააღმდეგობაში მოვდიოდეთ იმ ხელშეკრულებასთან, რომელიც არის გაფორმებული City Park-თან, ვინაიდან თქვათ ის საჯარიმო სანქციები, რაც გამოწვეულია, რაც შეიძლება დადგეს თქვათ ამ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტით, ეს არ არის ხელშეკრულების შეწყვეტა, აქ არის უბრალოდ ახალი რეგულაცია, რომელსაც დაადგენს სახელმწიფო. კერძოდ ჩვენ კონკრეტულად რომ გითხრათ, გვაქვს ჩამატებული ერთი წინადადება, სადღაც შუა ნაწილშია, რომელიც ასე ჟღერს: სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მის გადაყვანას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი თავდაპირველი ცვლილება, რომელშიც ძალიან დაგვეხმარა ბატონი ზაქარია ქუცნაშვილი ამ ინიცირებაში, ჩვენ მაშინ დავეფუძნეთ სასამართლო პრაქტიკას და უკვე სასამართლო გადაწყვეტილებები იყო, როდესაც ის სამი შემთხვევა განსაზღვროს, რომელიც უკვე ასახულია ამ 125 მუხლის პირველ შენიშვნაში, ანუ აქ უნდა ყოფილიყო მხოლოდ სამი კონკრეტული შემთხვევა, როდესაც სატრანსპორტო საშუალება აფერხებს მოძრაობას, ქმნის საავარიო ვითარებას და ქმნის საწვევს. ანუ სასამართლო პრაქტიკა მოგწვა ზუსტად ამ სამი შემთხვევის განსაზღვრის შესაძლებლობა. მე ვფიქრობ, რომ და ალბათ უკვე დაწყებულია სასამართლოებშიც ასე თქვათ მცდელობები, რომ კონკრეტულად მიაღებინონ სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც სასამართლო დაადგენს, რომ კერძო კომპანიას არ აქვს ასეთი ქმედების, ისეთი საჯარო ფუნქციის განხორციელების უფლება, რომელიც უშუალოდ ეხება მესაკუთრის ინტერესებს. აი ამას ემსახურება მთელი ჩვენი ცვლილი პროექტი.
ნინო, გავატონ ნინოს თქო და მე მექნება რამდენიმე შეკითხვა. დიახ. ცვლილების მიხედვით ის რა უფლებამოსილებას დღეს აქვს City Park-ს გადავა თვითმმართველობის უფლებამოსილებებში და მე უბრალოდ მაინტერესებდა ეს კანონი ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე. ესე არის მითითებული. მე მაინც ვფიქრობ, ეხლა შინაარსობრივად დავეთანხმებით არ დავეთანხმებით ეს ცალკე საკითხი არის. უბრალოდ თუ აქვს თვითმმართველობას ამისთვის უკვე მზაობა, რომ არის თუ არა შესაბამისი ადგილები, ტექნიკური აღჭურვილობა, შესაბამისი თანამშრომლები, გამოიწვევს თუ არა დამატებითი თანამშრომლების აყვანას. აი ეს ნაწილი რამდენად არის გათვალისწინებული? გეთახმებით კარლოტონი, მე სხვათა შორის დღეს დავაკვირდი ამას, რომ გამოქვეყნებისთანავე გვინდოდა და გეთახმებით, რომ ეს არ იქნება სწორი, აქ საჭიროა თვითმმართველობის ორგანოებმა რაღაცა მოსამზადებელი სამუშაოები გასწიონ, მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ სიტუაცია 2007 წლამდე თუ 2008 წლამდე, ვიდრე გაფორმდებოდა ხელშეკრულება City Park-თან. მაშინ რა ხდებოდა? არ იყვნენ მზად, არ ყავდათ სამსახურები, არ იყო ტერიტორიები გამოყოფილი, სადაც მოხდებოდა თქვა საჯარო ავტოსადგომზე გადაყვანა. არ ვიცი, შეიძლება იყო, იმიტომ რომ City Park-ი რაღაცნაირად შემოიჭრა მე ხომ ეს კერძო კომპანია და ეხლა ის რომ დავივიწყოთ ის პერიოდი სანამ City Park-ი რა ხდებოდა მანამდე. გეთანხმებით, ორგანიზაციული საკითხები გადასაწყვეტია აქ და მოსამზადებელია. ანუ ბატონო, ერთ კითხვას დაგისვამთ, სხვათა შორის იგივე კითხვა უნდა დამესვა. 2007 წლამდე მოგეხსენებათ, რომ ატომანქანების რაოდენობა იყო გაცილებით ნაკლები. ჩვენ იმ შემთხვევაში თუ თქვენ დაუშვათ თანხმობას მოგცემთ ამ საკითხთან დაკავშირებით და ის ასეც გავა ბოლომდე არ მივიღოთ რაღაცა სატრანსპორტო კოლაფსი. ამის საშიშროებაც რეალურად არსებობს. აქ დავანებოთ ერთ წამის City Park-ის ინტერესებს და დავანებოთ ამ კანონის, ვთქვათ, ფორმალურ მხარეს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ერთ-ერთი, მაგრამ არ მოხდეს ისე, რომ ამ კანონ პროექტის მხარდაჭერის შემთხვევაში ჩვენ არ მივიღოთ კოლაფსი განსაკუთრებით დედაქალაქში. და პრინციპში დედაქალაქში აქვს საუბარი მარტო. სხვა იმას ეს პრობლემებიც არ გააჩნია და ეს არ შეეხება. აქედან გამომდინარე, ამაზეც ხო არ გვიფიქრა და თქვენ როგორ მიგაჩნიათ აქედან გამოსავალი, რადგან აქ ფორმალურ საკითხებს გვთავაზობთ, პრაქტიკული საკითხებიც ალბათ გათვალისწინებული გექნებათ. რა თქმა უნდა, საფიქრებელია, უბრალოდ აქ ორგანიზაციული საკითხი რა არის? რა საკეთებს დღეს City Park-ი? გადაყავს თავის სპეციალურ დაცულ ავტოსადგომებზე, ხომ? დავიჯერო ქალაქში არ მოიპოვება, ქალაქს თავისი ადგილობრივი, ასე ვთქვათ, მართლობის საკუთრებაში არსებული ან ნაქირავები, მიწისნაკვეთები არ აქვს, სადაც ქალაქი თვითონ გადაიყვანს, ან სულაც ჩვენ არ ვიცით, ვისია ის მიწისნაკვეთები, სადაც City Park-ს გადაყავს. ის საკუთრებაშია City Park-ის, არ ამგონია. ბოდიში დააჭირეთ. ბატონო, რამე არა მე დავაჭირე არასწორად, ამიტომ გაგეთიშათ უკაცრავად. აქ რაშია საქმე, იცით? შესაძლებელია ეს ასეც იყოს, მაგრამ გარდა ამისა, ამას სჭირდება წინასწარ დაგეგმარება ბიუჯეტის კონკრეტული თანხების კუთხითაც კი, დამეთანხმებით, ხო? ანუ საუბარი აქ იმაზე, რომ სპეციალური თანხები ამ საკითხის დასარეგულირებლადაც აუცილებლად უნდა იყოს ბიუჯეტით გაწერილი. იმიტომ რომ ეს არ იქნება 10,000 და 20,000 ლარზე და თუნდაც 9 მილიონზე არ იქნება აქ საუბარი. აქ არის დიდ თანხაზე, რომელიც ამის ადმინისტრირებას დაჭირდება ერთი კუთხით. და მეორე, სანამ ბატონ ოთარს ვიცემ კითხვის დასმის საშუალებას, ბარემ მე ამოწურავ. მე როგორც ხვდები აქ თქვენ შეიძლება შემეშალოთ, იმიტომ რომ მე პირველად ჩავხედე მსგავს საკითხს, ასე ვთქვათ, აქამდე ამასთან შეხება ნამდვილად არ მქონია. თქვენ როგორც ხვდები, საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებლად City Park-ს არ მიიჩნევთ ასეა თუ არასწორად შეკითხვას. გვინდა რომ ეს კონკრეტული საჯარო ფუნქცია არ გადაეცეს კერძო კომპანიას, მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ითვალისწინებს დელეგირების შესაძლებლობას კერძო კომპანიებზე. ამ შემთხვევაში არა. ამ შემთხვევაში დელეგირებულია უკვე. დელეგირებულია უკვე, დიახ. კი ბატონო, კარგით, ოთარს ვთქო. ანუ მე მაინტერესებს შემდეგი საკითხი, ანუ თქვენ რატომაც ეს წინადება მოამზადეთ, ანუ მიზანი არის, რომ საცობს, რომელიც არ ქმნის და მოძრაობას, რომელიც არაფერ ხებს, ის მანქანები არ წაიყვანონ. ეს არის არსი თქვენი წინადადების თუ ზოგადად რო City Park-მა არ გადაიყვანოს ავტოსადგომზე მანქანები. ის რაც წაიკითხეთ, ის ამის შემთხვევა, ეს ამას არ ვცვლით, ეს არსებული შემთხვევები უკვე დაკანონებულია. ანუ ჩვენ ვცვლით მხოლოდ ბოლო ნაწილს, ანუ შუა ნაწილს, სადაც საუბარია რომ City Park-მა არ წაიყვანოს და ეს უფლება დაუბრუნდეს სახელმწიფოს. ამას გთავაზობთ. ანუ ეს ისედაც წერია, მაგრამ მაინც მიყავთო City Park-სა და ის სასამართლო დავებიშიაო და ანუ
აქ ეხა მე რაც მაქვს თვითონ კომიტეტის დასკვნა იქ როგორც წერია, ანუ კომპანიას არ უნდა გააჩნდეს ავტორთა მოსაზრებით ამის უფლებაო. ანუ ერთი საკითხი, რომელიც ეხა მე აქვე მინდა გამოვთქვა მოსაზრება, ანუ პრივატიზაცია მოხდა, ხო ამ საკითხის, ასე ვთქვათ, City Park-მა გადაიხადა თანხა, მიენიჭა მას ეს უფლებამოსილება. ეხა ჩვენ ამ უფლებამოსილებისგან City Park-ი და ამ ვალდებულებისგან რომ მოაწესრიგოს ქალაქში ეს სიტუაცია და მანქანები იაროს და აკონტროლოს მანქანა ხო არ დგას ცუდად და რომელიც მოძრაობას აფერხებს და პრობლემას ქნის და ის წაიყვანოს, ეს არის მისი ვალდებულება. ჩვენ ამ ვალდებულებას უნდა გავათავისუფლოთ კომპანია. ეს ვალდებულება უნდა ასე ვთქვათ მივცეთ სახელმწიფოს თვითმმართველობის ორგანოს, ანუ ბიუჯეტის ხარჯზე უნდა მოხდეს მე ეს ყველაფერი და დამრღვევი მძღოლი და კერძო კომპანია კი არ უნდა იყოს პირი, ვინც აქ ამ შემთხვევაში არის ფიგურანტი. არამედ გადასახადის გადამხდელმა უნდა აგოს პასუხი დამრღვევი მძღოლის ადგილას, გადასახადის გადამხდელმა უნდა აგოს პასუხი იმ კერძო კომპანიის ადგილას, რომელმაც გადაიხადა ფული იმისთვის, რომ ეს უფლებები ქონოდა და ვალდებულებები აიღო, რომლის გამოც ეს უფლებამოსილებები მიენიჭა. ანუ საერთოდ უგუღმა მოვდივართ, ანუ და 2007 წლამდე არსებულ მდგომარეობასაც შეეხება 2007 წლამდე არც დახაზული არ იყო მანქანის გასაჩერებელი ადგილები, არც ამგვარი მოწესრიგებული არ იყო, რომ მანქანები გადაეყვანა ვიღაცას და ყოფილიყო წესრიგი ამ მიმართულებით და იყო ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, განუკითხაობა და ჩვენ ამ მიმართულებით უნდა დავბრუნდეთ და City Park-ის ვალდებულებები სახელმწიფოს თუ უნდა გადავაკისროთ, საერთოდ ისთვის არის ეს კომპანია მაშინ. მაშინ ეს ხელშეკრულება უნდა გაუქმდეს, საერთოდ ეს კომპანია გავიდეს და ანუ უპასუხებ თუ შეიძლება? უპასუხებ. კი ბატონო, უპასუხებ. მე რაღაც ისეთი შტაბ-ეჭილება დამჩა, რომ თქვენ ბატონო ოთარ თითქოს ამ ქალაქში არ ცხოვრობ და არ იცით საზოგადოების უმრავლესი ნაწილის დამოკიდებულება, რომ ეს კომპანია არაფერს არ აკეთებს, მხოლოდ თეთრი სახებავით ხაზავს იმეებს და არანაირი გასავალი ამ ორგანიზაციას არ აქვს. თქვენ ხომ იცით ამის შესახებ? საზოგადოების განწყობაც ხო იცით? ამ კომპანიის საქმიანობაც ხო იცით ძალიან კარგად. ეხლა ერთია რომ იმჟელოთ რაღაც საკითხებზე და აქ ძალიან კარგი ისინი გამოითქვა შენიშვნები და კი ბატონო, მაგრამ თვითონ არსი მე არ ამგონია რომ ვინმე იყოს ამის წინააღმდეგი გარდა დავუშვათ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის წარმომადგენლებისა, რომელიც პოლიტიკური ორგანიზაციამაც გაუფორმა ხელშეკრულება აი ამ კომპანიას და რაღაც გარკვეული ინტერესები იკვეთება. მადლობთ. ქალბატონ ნინოთი შეიძლება. მე დავაფიქსირებ, მიუხედავად იმისა, რომ დასმული პრობლემა საზოგადოების უმეტეს ნაწილს აწუხებს, მიუხედავად ამისა, შემოთავაზებული ნორმა ვერ პასუხობს კანონპროექტით დასახულ მიზანს. კანონპროექტით არა, საკანონმდებლო წინადადებით. კერძოდ, ის ფორმულირება, რასაც თქვენ ვთავაზობთ, კიდევ ერთხელ გადავიკითხავ, რომ გადაყვანის უფლებამოსილების საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ ორგანოს, უпростоრად სატრანსპორტო საშუალების სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მის გადაყვანას ახორციელებს მხოლოდ შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური ან მის მიერ უფლებამოსილი სხვა ადმინისტრაციული ორგანო. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის თანახმად ადმინისტრაციულ ორგანოს წარმოადგენს ნებისმიერი პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. შესაბამისად, ამ შემთხვევაში კომპანია City Park-ი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას ამ თვალსაზრისით ის წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს. ამიტომ ეს ჩანაწერი, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს კონდეს აღნიშნული უფლებამოსილება, ისევ City Park-ის სასარგებლოდ მოქმედებს, ეს ერთი დავასრულებ თუ შეიძლება. აგრეთვე ავტომობილების საჯარიმო სადგომზე გადაყვანის უფლებამოსილება მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციას არ წარმოადგენს. უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე აღნიშნულს ახორციელებს აგრეთვე საპატრულო პოლიცია და ამ შემთხვევაში ჩვენ თუ შემოთავაზებულ ჩანაწერს ავსახავთ კანონმდებლობაში, გამოდის, რომ საპატრულო პოლიცია დამოკიდებული უნდა იყოს თვითმმართველობის ორგანოების თანხმობაზე, რაც ნამდვილად არ იქნება მიზანშეწონილი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე. ერთსაც დავამატებ და გავთიშებ მიკროფონს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ადგილობრივ თვითმმართველობას გააჩნია საკუთარი უფლებამოსილებები და დელეგირებული უფლებამოსილებები. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად ის საკითხი, რაზეც ჩვენ მსჯელობთ, წარმოადგენს საკუთარი უფლებამოსილების სფეროს და კონსტიტუციას დაუბრუნდები ისევ, რომ კონსტიტუციით საკუთარ უფლებამოსილებებს ადგილობრივი თვითმმართველობები ახორციელებენ საკუთარი პასუხისმგებლობით და დამოუკიდებლად. საკუთარი პასუხისმგებლობით განხორციელება ნიშნავს იმას, რომ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ის თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს და პასუხისმგებელია მიღებული გადაწყვეტილებების
უფლებების მიზნობრიობაზე. შესაბამისად, თუ ჩვენ კონკრეტული საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში თვითმმართველობას პირდაპირ მიუთითებთ, რა უნდა გააკეთოს, ეს ნამდვილად შეიძლება განხილული იქნეს კონსტიტუციის დანაწესის წინააღმდეგობის თვალსაზრისით. ეს მინდოდა მეთქვა. კი ბატონო, მადლობთ. შეგიძლიათ უპასუხოთ. ვერ დაგათანხმებით იმაში, რომ დელეგირებული კომპანია, კერძო კომპანია ხდება ადმინისტრაციული ორგანო. ამაში ვერ დაგათანხმებით. ნახოთ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის განმარტება. კი ბატონო, ეხლა ვიკითხავთ. დავიკითხოთ. ადმინისტრაციული ორგანო, ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება საჯარო სამართლის იურიდიული პირი, გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ჩვენთვის საინტერესო დებულებას გავიმეორებ. საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. City Park-ი ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე და არა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებას. ეს არის ჩემი პოზიცია აქედან. მაგრამ განსხვავება არის კანონმდებლობის საფუძველზე და ხელშეკრულების საფუძველზე. რომელიც დადებულია კომპანია City Park-სა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის ნამდვილად კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებაა და პირდაპირ არ უნდა განმარტოთ ნორმა. ამ შემთხვევაში ცოტა ფართო მასშტაბით უნდა შევიდეთ. ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსსაც ეფუძნება, საჯარო სამართლებრივი ხელშეკრულებაც არსებობს. ანუ კანონმდებლობის საფუძველზეა ყველა ხელშეკრულება, მაგრამ ეგ ჩანაწერი ეხება იმ ჩამონათვალის გარდა სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებს. რომლებიც თავმჯდომარეს თქო კიდევ ერთ კომენტარის დამატების 1519 მუხლი ნახეთ უბრალოდ სამოქალაქო კოდექსის და ჩამონათვალი ადმინისტრაციული დიახ, ნამდვილად ნანახი მაქვს. გარდა იმისა, რომ ჩვენი მოსაზრება არის, რომ ვიჭრებით საპატრულო პოლიციის უпростоრად ვიჭრებით ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში და ასე შემდეგ. შინაგან საქმეთა სამინისტროდან მივიღეთ დასკვნა, თანდართული იყო პროექტთან ერთად. აღნიშნულია ზუსტად იგივე, რომ კომპანია City Park-ი მაინც გამოდის საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებელ სუბიექტად. კი ბატონო, ამ შემთხვევაში გეთანხმებით, იმიტომ რომ იგივე დავაფიქსირე მეც ეხა. მადლობა. ეს საკითხი თვითონ, ხო, მოკლედ რომ საკითხი თვითონ რომ ანუ სამართლებრივად არ არის დალაგებული, ეხა ისედაც გასაგები იყო. მე აქ სხვა საკითხი დავსვირო. თუ მიზანი არის რომ უფრო მკაფიოდ განიმარტოს, რომ არ შეიძლება ისეთი მანქანის გადაყვანა, თუ კანონში არ არის საკმარისად რომ სასამართლო გადაწყვეტილებებს შეუწყოთ ხელი პრაქტიკის განვითარებას, ან City Park-მა რომ აღარ წაიყვანოს მანქანა, რომელიც არაფერხებს მოძრაობას და გამოიხატოს მისი რეაგირება მხოლოდ ჯარიმის გამოწერაში. ამ მიმართულებით თვითონ კოდექსის დახვეწა არის მიზანი, ეს სხვა საკითხია. და ეს არის თემა, რომელიც აწუხებს მართლაც ყველას და მეც ჩემი მანქანაც წაუყვანიათ, ისე რომ არაფერს არ აშავებდა, არაფერს არ უშლიდა. და მარტო ჯარიმა. ეს არ არის ეს გამოსავალი, თქვენ რასაც გვთავაზობთ, ანუ ეს არ არის არც City Park-ს მაშინ აეკრძალოს საერთოდ ნებისმიერი უფლებამოსილების გადანდობა ადმინისტრაციულ ორგანოს და თვითმმართველ ორგანოს, რაც ასევე დაუშვებელია, ანუ თლიანად ვაფუჭებთ ჩვენ თავარ ფუძემდებელურ საკითხს, ვეწინააღმდეგებით კონსტიტუციას, ყველაფერს, ანუ ეს არ არის გამოსავალი, თუ არის სურვილი რომ მოწესრიგდეს ის საკითხი, რომელიც ეხება გაჩერებული მანქანა, რომელიც არაფერ ხებს და უნდა გამოუწერონ 10 ლარიანი ჯარიმა და მიყავთ და 70 ლარის გადახდა უწევს, ეს არის აბსოლუტურად სხვა თემა. ამაზე უნდა მომზადდეს სხვა წინადადება და შეგიძლიათ ვიმუშაოთ ამ თემაზე, არ არის პრობლემა. კარგით. გეთანხმებით, რომ იმ მეორე ნაწილში გეთანხმებით სრულიად, მაგრამ ვერ გეთანხმებით იმაში, რომ ეს არ პასუხობს ეს კანონპროექტი იმას. ვველობთ მხოლოდ წარმოდგენილი კანონპროექტის ფარგლებში წინადადების თუ სხვა კითხვები და მოსაზრებები არ არის, მე გთავაზობთ ასეთ რეჟიმს, რომ დღეს ხა გავარკვიოთ, იწყება თუ არა სხდომა, რომელიც დაანონსებულია ჩვენთან უმრავლესობის ფორმატში და ბოლო საკითხი და კენჭისყრა ამ საკითხზე გადავდოთ ამ შემთხვევაში. დაარკვევენ ზუსტად 1 წუთის განმავლობაში. კვორუმიც აღარ გვაქვს, მე როგორც ვატყობ, ხო? კი ბატონო